ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ ყველაზე საშინელი თეთრი პურია, რომ ასუქებს, რომ დიაბეტიანებისთვის არ შეიძლება ინსულინ რეზისტენტობას რომ იწვევს და ნაწილი მათგანი სიმართლეა, მაგრამ არ არის ისეთი დემონი, როგორც გარედან ჩანს, უბრალოდ სწორ კონტექსტში უნდა დავინახოთ და გეტყვით რეალურად რა ზიანი მოაქვს პურს, როდის არის უსაფრთხო, როდის არ შეიძლება და რომელია პურის ყველაზე უსაფრთხო და სასარგებლო ვერსია. პური არ არის ისე, რომ რაღაც მიიღო უცებ და ტოქსინი იყოს ორგანიზმისთვის, ესე როგორც წესი არ არის. თუ მით უმეტეს ორ ნაჭერზეა საუბარი, ძირითადად ხა გაჩერამდეს ჭამს ადამიანი, მაგრამ ორი ნაჭერი რო ავიღოთ პირობითად კატასტროფას არ აკეთებს. თუ ადამიანი ზოგადად ჯამრთელია, რა არის მისი მთავარი ცუდი მხარე? ის რომ გლუკოზას წევს ზევით ძალიან ჩქარა. ანუ მაღალი გლიკემიური ინდექსი აქვს. გლიკემიური ინდექსი აქვს 70. ნუ 70, რომ თქვათ, რამდენად დიდია. სუფთა გლუკოზას აქვს 100, ანუ 100-დან 70 აქვს თეთრ პურს, რაც მაღალია. მაგალითად, ხორცს აქვს 0 შედარებისთვის. შესაბამისად, ხო, მაღალი გლიკემიური ინდექსი აქვს და სისხლში გლუკოზის დონეს წევს მაღლა. ამითია ცუდი. მაგრამ ეს ისე ძალიან არ უმატებს, თუ მით უმეტეს ორ ნაჭერ პურს მიიღებს ადამიანი, რომ ისე ვერ გაუმკლავდეს ადამიანი, თუ ზოგადად ჯამრთელია. მეორე მხარე აქ ის, რომ ნაყროვანების ინდექსი აქვს 100. ზოგადად პური მიიჩნევა რეფერენს ფუდად, ანუ რეფერენს საკვებად, ანუ ის მოდელ საკვებად, რასაც ადარებენ სხვა რაღაცებს, თეთრი პური მიიჩნევა და თეთრ პურს უწერია 100 ნაყროვანების ინდექსი. და შედარებისთვის რო ვთქვათ, მაგალითად, მოხარშული კარტოფილს აქვს 300. ანუ 3-ჯერ უფრო ანაყრებს მოხარშული კარტოფილი ვიდრე პური. მაგალითად, ლობიოს აქვს თითქმის 200. ანუ ლობიო 2-ჯერ უფრო ანაყრებს ვიდრე თეთრი პური. შესაბამისად, გლუკოზის მომატებას იწვევს სწრაფად, ნაყროვანებას არ იწვევს მაინც და მაინც გიზავს რამეს ორი ნაჭერი პური, ისეც არაფერს თუ ჯამრთელი ხარ, მაგრამ თუ თან მიაყოლებ ბოჭკოვანს ან ცილას, მაშინ შენი ორგანიზმისთვის დიდი სტრესი არ არის, მაგრამ თუ არ მიაყოლებ და თუ პირდაპირ ცარიელ პურს შეჭამ, ეს პანკრეასისთვის დიდი დატვირთვაა, ინსულინს გამოიმუშავებს შენი ორგანიზმი დიდი ოდენობით და ორგანიზმი გარდაიქმნება ცხიმის დამგროვებელ მანქანად, როცა ინსულინი იმატებს. და პირიქით, ცხიმის წვა მცირდება. ამიტომ არის, რომ პირველი რჩევა რაც ახალმე როცა ადამიანს წვანში კლება უნდა, ეუბნებიან რომ თეთრი პური ამოიღე, იმიტომ რომ თეთრი პური არის მაღალი ინსულინი არის ცხიმების დაგროვება და არა ცხიმების წვა. სრულიად იცვლება სურათი, თუ ადამიანს აქვს ინსულინ რეზისტენტობა ან დიაბეტი. თუ დიაბეტი გაქვს, ის ორი ნაჭერი პური რომ მიიღო, სისხლში გლუკოზის დონეს მოგიმატებს და ნორმაში ეს გლუკოზის დონე უნდა ჩავიდეს ისევ დასტაბილურდეს 2 საათის განმავლობაში. ნუ პიკი იქნება სადღაც 9 საათში, ნუ 40 წუთში და 2 საათის განმავლობაში ისევ დაუბრუნდება საწყის დონეს. მაგრამ თუ ადამიანს აქვს ინსულინ რეზისტენტობა მნიშვნელოვანი ან დიაბეტი, ეს სისხლში მაღალი გლუკოზა არ უბრუნდება ნორმას 2 საათში, არამედ 3-5 საათი რჩება აწეული და აწეულს როცა ვამბობთ, არ გულისხმობთ, რომ მაგალითად 5 მაჩვენებლით ან 10 მაჩვენებლით არის მომატებული, მაგალითად ნორმა თუ უნდა იყოს 100-მდე, გლუკოზა ცდება თუ დიაბეტი აქვს ადამიანს 180 ან 190 შეიძლება 300-საც გაცდეს და ეს ორგანიზმისთვის არის კატასტროფა, იმიტომ რომ ესეთი მაღალი გლუკოზა პირდაპირ უკავშირდება ცილებს და ხდება ამ ცილებთან ერთად კომპლექსების წარმოქმნა და ეს კომპლექსები აზიანებს უჯრედებს, აზიანებს სისხლძარღვებს და ნერვებს და თირკმელებს. შესაბამისად, თითქმის ყველა შინაგანი ორგანო ზიანდება, როცა გლუკოზა სისხლში მაღალია. აი, ამიტომ არ შეიძლება დიაბეტიანი ადამიანებისთვის თეთრი პური. მეორე დიდი პრობლემა ემატება ამ ყველაფერს, რომ ხშირად ადამიანები, ვისაც თეთრი პური უყვარს, თეთრი პური არ უყვარს, მაინც მწვადთან ერთად და ხორცთან და ცილასთან ერთად, არამედ თეთრი პური უყვართ ჯემთან, თაფლთან და ისევ ნახშირწყლებთან ერთად, მაგალითად შაქრიან ჩაისთან. და პური ტკბილთან რას აკეთებს? კიდევ უფრო იწევს სისხლში შაქრის დონე, კიდევ უფრო იწევს ინსულინის დონე და აი ეს ზიანი, რაც მაღალი ინსულინის და მაღალ შაქარს მოაქვს, ორმაგდება და ზოგჯერ სამაგდება. შესაბამისად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პურს რასთან ერთად მიიღებ და პირველი წესი და მთავარი წესი ის არის, რომ პური ყოველთვის უნდა მიიღო ან ცილასთან ერთად, მაგალითად პური და ყველი, პური და ხორცი, პური და ფილე, ან უნდა მიიღო ბოჭკოვანთან ერთად. ან პურის მიღების წინ უნდა მიიღო მაგალითად თხილეული, იმისთვის რომ მიიღო ბოჭკო, ცხიმი, ცილა და შემდეგ ამ პურის ათვისება მოხდეს ნელა. ან მთელი ამბავი ის არის, რომ როცა ცილასთან ერთად ან ბოჭკოსთან ერთად იღებ პურს, ნელა აითვისება ორგანიზმის მიერ და მისი გლიკემიური ინდექსი, რომელიც ზოგადად მაღალია, ეცემა. და ეცემა მნიშვნელოვნად თითქმის 40% შეიძლება შემცირდეს სისხლში გლუკოზის დონე, თუ კი პურს ცილასთან ან ბოჭკოსთან ერთად მიიღებ. ყველაფერთან ერთად პურს აქვს ესეთი თვისება, რომ მიიღებ იმ მომენტში გემრიელია,
იღებს სიამოვნებას იღებ, იმიტომ რომ სწრაფი გლუკოზაა, სწრაფი ნახშირწყლები ტვინში დოფამინის გამოყოფას ხელს უწყობენ. დოფამინი არის მოტივაციის და სიამოვნების ნეიროტრანსმიტერი და სიამოვნებს იმ მომენტში მოკლედ. და რა ხდება მე, ან ცოტა ხანში, როცა ინსულინი გამოიყოფა, გლუკოზის დონე ეცემა სისხლში და გლუკოზის დონე შეიძლება შემცირდეს ნორმაზე კიდევ უფრო დაბლა, იმიტომ რომ სწრაფი პიკი და სწრაფი ვარდნა იწვევს ძლიერ ვარდნას, როგორც რომ გადმოაგდო რაღაც წყალში რომ რაღაცა ჩააგდო, რაც პროზერიდან ჩაგრებ, მით უფრო ღრმად ჩაიძირება, თუნდაც იმის მერე ამოყვინთოს, ხო? აი ეგრე ხდება ზუსტად გლუკოზაზე, რომ ანუ გლუკოზას რაც რომ მაგალი პიკი იქნება და მაგალი პიკიდან დაეცემა გლუკოზა მით უფრო ქვევით რო დაეცემა ადამიანი და ჩვენ ტვინი ძალიან გრძნობი არის გლუკოზის ნაკლებობის მიმართ, იმიტომ რომ ტვინის მთავარი საკვები არის გლუკოზა და ტვინისთვის კარგი არ არის, როცა მაღალია გლუკოზა, მაგრამ ასევე ტვინი ადვილად აღიქვავს იმას, რომ როცა დაბალია გლუკოზა, ამიტომ დაბალ გლუკოზას ჩვენ ტვინი აღიქვავს და შესაბამისად ახლიდან ქშია და მალევე ქშია და როცა დილით ჭამ აი პურს და თუ პირველი ის ან პური ან პურეული არ აქვს მნიშვნელობა, რასაც ჭამ 2 საათში ისე მოგშივდება ძალიან და დაუგეგმავი ჭამა გექნება, რაც არ უნდა გქონოდა. აი ახლა გადავიდეთ იმ საკითხზე, ყავისფერი პური, რუხი პური და შავი პური რამდენ კარგია და ეს ილუზიაა თუ მართლა კარგია. პირველ რიგში მთავარი ის არის, რომ ახლა ჩვენთან რაც იყიდება პურები, ძირითადად არის შეღებილი. შეღებილი არის არამელით და რაღაც საღებავები არის, რომელთაც შესაძლებელია რომ შეღებო, როგორც წესი არის უმაღლესი ხარისხის ფქვილი და უმაღლესი ხარისხის ფქვილშია რეალურად პრობლემა. ანუ აზრი რა აქვს, რომ ამ უმაღლესი ხარისხის ფქვილს მოცილებული აქვს ბოჭკოვანი. ბოჭკოვანი რო ცილდება, ადვილად ინელებს ორგანიზმი, ძალიან ადვილად შეითვისებს ორგანიზმი და ეგ იწვევს მე აი ამ გლუკოზის ერთბაშად მომატებას. და რა არის უმაღლესი ხარისხის საპირისპირო? სრულმარცვლოვანი ფქვილი. ანუ სრულმარცვლოვანი ფქვილი არის იდეალური პური ზოგადად. ის უმაღლესი ხარისხის ფქვილი რაც აწერია ძირითადად ჩვენს პურებს, რასაც ვყიდულობთ, ეგ არის და ეგ არ არის ჯანსაღი. და თან შეღებილია და საღებავი ცალკე კიდეა. ზოგჯერ მაგ საღებავზე ადამიანს გულწმარვა ემართება ხოლმე, საღებავი კიდე ცალკე მავნებელია. ამიტომ ინგრედიენტებს შემადგენლობას უნდა უყუროთ, რა თქმა უნდა. მაშინაც კი როცა ჭვავის პური გინახიათ შეიძლება და ჭვავის პურის შემადგენლობას რო დააკვირდეთ, 60% არის ხოლმე ჩვეულებრივი უმაღლესი ფქვილი და მე ისიც არის ჭვავის ფქვილი, რომელიც ასევე სრულმარცვლოვანი არ არის. დიდი მნიშვნელობა არ აქვს ჭვავის ფქვილის სრულმარცვლოვანი თუ არ არის. ჭვავის ფქვილს მიიღებ თუ ხორბლის ფქვილს მიიღებ, დაახლოებით ერთნაირია. ნუ გემო არომატი შეიძლება ვიღაცას მოსწოს, ვიღაცას არა, მაგრამ მაგას სამედიცინო კუთხით მნიშვნელობა არ აქვს. ბოჭკოვანს არც ის შეიცავს და არც ის შეიცავს. ამიტომ ყველაზე მთავარი ის არის, რომ უნდა ეძებო სრულმარცვლოვანი, უნდა ეწეროს ფქვილს. ეგ არის ყველაზე მთავარი, ნომერ პირველი, რასაც უნდა უყურებდე სინამდვილეში. მეორე პატარა ხრიკი, რომელიც შეგიძლია პურის არჩევისას გაითვალისწინო, არის რომ პური უნდა იყოს, აი თუ დაკვირვები ხარ, ზოგი ცოტა ძვირიანი პურები მჟავია. მჟავი რატოა? როცა ცომის ფერმენტიზება ხდება, ფერმენტიზება იწყება დაახლოებით 12 საათის მერე, 12-დან 24 საათამდე, როცა ცომს აჩერებ, ცოტა მჟავდება და ამ ფერმენტირებულ ცომს, ანუ დამჟავებულ ცომს ჩვენებურად უმატებენ ჩვეულებრივ ცომს და ისე ზილავენ მოკლედ და მერე ოდნავ მომჟავო გემო აქვს. ეხლა რა აზრი აქვს ამას? ფერმენტირების პროცესის დროს ბაქტერიები გამოყოფენ ლაქტის მჟავას და კიდე სხვა მჟავებს და ეს მჟავები ნახშირწყლების ათვისებას ანელებს. ეს მჟავები კუჭის დაცლას ანელებს და პურს გლიკემიური ინდექსი უარდება 70 თუ ქონდა უხდება დაახლოებით 40-45. ანუ გლიკემიური ინდექსი უმცირდება მნიშვნელოვნად. ეს რეალურად კარგია. იმიტომ რომ თუ დაკვირვებული ხარ ცოტა ძვირიანი შავი პურები, რაცა ცოტა მომჟავო გემო აქვს. ზუსტად ეგ ნიშნავს, რომ აი ის გაჩერებული ფერმენტირებული ცომისგან არის დამზადებული. ანუ ორი მთავარი რამე გამოიკვეთა. ერთი სრულმარცვლოვანი უნდა იყოს ფქვილი, იმისთვის რომ ბოჭკოვანი იქონდეს და მეორე უნდა იყოს ფერმენტირებული. ეს არის კარგი კომბინაცია. მესამე მნიშვნელოვანი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ შეიძლება მარცვლები იყოს, მაგალითად, სელის თესლი იყოს სრულად, სრული მარცვლები იყოს. ეს კიდე დამატებითი ბოჭკოვანია და ორგანიზმისთვის როგორც პრებიოტიკი მოქმედებს, ასევე კუჭის დაცლას ანელებს. შეიძლება მზესუმზირის მარცვლები იყოს, მზესუმზირის მარცვლებიც ეხმარება, რომ შეუმცირდეს გლიკემიური ინდექსი პურს და ამ ყველაფრით პურის გლიკემიური ინდექსი ეცემა და უნდა მოძებნოს სრულმარცვლოვანი, აი ეს ფერმენტირებული ცომით იყოს, ცოტა მომჟავო იყოს და შიგნით მარცვლები ეყაროს. ეს სამი რაღაცის კომბინაცია თუა, პური უკვე კარგია.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცრუდაცულობის შეგრძნება გქონდეს და ორი ნაჭრის ან ერთი ნაჭრის ნაცვლად ხუთი ნაჭერი შეჭამო, ხუთი ნაჭერი პური მაინც დიდი ნახშირწყლოვანი დაჭვირთვა ორგანიზმისთვის და სასურველი არ არის. სრულმარცვლოვანი უნდა იყოს ფქვილი, ფერმენტირებული უნდა იყოს, ცომი და მარცვლები უნდა ეყაროს შიგნით და მეოთხე რაც რის დამატებაც შეიძლება იმისთვის, რომ იდეალური პური მივიღოთ, არის ფსილიუმი. ფსილიუმს უმატებენ ხოლმე დაახლოებით 10%, თუ კი მაგალითად 300 გრამი უნდა იყოს ფქვილი, 10 გრამი იყოს ფსილიუმი. ფსილიუმს უმატებენ ხოლმე დაახლოებით 10%, მაგალითად თუ კი 300 გრამი უნდა იყოს ფქვილი, დაახლოებით 30 გრამი იქნება ფსილიუმი და ფსილიუმს რო დაუმატებ პურში, ბოჭკოვანი შემცველობა იმატებს, ზოგადად ძალიან პოპულარულია ხოლმე ფსილიუმის დამატება პურისთვის, განსაკუთრებით ვისაც ინსულინ რეზისტენტობა აქვს, იმიტომ რომ დიდი რაოდენობით იღებ ბოჭკოვანს, ასევე ქოლესტერინის კარგია და ნაკროვანებისთვისაც კარგია, კუჭის დაცლისთვისაც კარგია, თუ დამატებით დაამატებ სელისთეს, ჩიაცსაც უმატებენ ხოლმე ზოგჯერ, მაგრამ ეგ ცოტა ძვირიანი სიამოვნება, უმეტესად უმატებენ დაბქვილ სელისთეს, ან სრულ სელისთეს გააჩნია შესაძლებელია და ცოტა კალორიებს კი უმატებს, მაგრამ ბოჭკოვანი ემატება და ქოლესტერინისთვისაც კარგია და ძალიან დიდი პლუსია. შესაბამისად, ფსილიუმით, სელით ფერმენტირებული და სრულმარცვლოვანი ფქვილით მომზადებული პური არის იდეალური პური, რისი ჭამაც შეიძლება. ხო, თუ სულთა სამედიცინო კუთხით თუ ავიღებთ, მიუხედავად იმისა, რომ მეც მიყვარს, თონის პური ყველაზე საშინელება, თონის პურში პრაქტიკულად კარგი არაფერი არ არის, გარდა იმისა, რომ გემო აქვს სასიამოვნო და კარგი საჭმელია, მაგრამ სამედიცინო კუთხით ძალიან ცუდია, სამედიცინო კუთხით ერთ-ერთი ყველაზე უარესი პურია, რაც კი შეიძლება იყოს საერთოდ. თუ ვიტყვით გლიკემიური ინდექსი, მაგალითად თონის პურს 70-ზე მეტი აქვს, მაშინ როცა რაც თქვით ფერმენტირებული სრულმარცვლოვანი და მარცვლები, თესლით მაგალითად და პლუს დამატებული ფერმენტირებული და ფსილიუმით გაჯერებული პური, შეიძლება იყოს 40 ქვევით გლიკემიური ინდექსით, რაც ორგანიზმისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა. ასე უნდა გახსოვდეთ, რომ პური ყოველთვის ჭამე ან კვერცხთან ერთად, ან ცილასთან ერთად, ან ხაჭოსთან ერთად, ან ხორცთან ერთად, ან ბოჭკოვანთან ერთად, ანუ ტუნა, ხაჭო, იოგურტი, ქათამი, ლობიო, ან სხვა პარკოსნებთან ერთად, ყველი. აი ესენია საუკეთესო კომბინაცია, რაც პურთან ერთად უნდა მიიღო. ყველაზე ცუდი კომბინაცია არის ტკბილთან ერთად, ან ჯემი. თითქმის ყოველთვის უნდა ეცადო, რომ გამორიცხო ჯემთან ერთად, ან სხვა ტკბილებთან ერთად პურის მიღება და პური ყოველთვის ჯობია, რომ მიიღო ბოლოს, როგორც დესერტი და არა დასაწყისი ჭამის. ასევე შესაძლებელია, რომ მაგალითად ვაშლის ძმარი მიიღო ერთი სუფრის კოზი ცოტა ხნით ადრე ჭამამდე და ესეც თუ კი პურეული უნდა ჭამო, შეამცირებს. ასევე თეთრი ლობიოს ექსტრაქტი არის, რაც ნახშირწყლების შეწოვას ამცირებს და სახამბლის დაშლას ამცირებს და კარგია თუ პური უყვარს ადამიანს და პურეულობა ზოგადად. და კიდე წესად რომ გაიხაროს ადამიანმა, რომ როცა შეჭამ პურით საკვებს, შემდეგი საკვები არ იყოს პურიანი. ან იმ დღეს პური აღარ ჭამ, ან დღეში ერთხელ რო ჭამო პური და არა ისე. იმიტომ რომ ძირითადად ეს ქცევის პატერნი, ქცევის მოდელი ქმნის ხოლმე იმას, რომ ერთხელ შეჭამ პურს, მეორედ შეჭამ პურს, დღის განმავლობაში მესამედ და არიან ადამიანები, რომელთაც მთელი დღე პურზე არიან და მერე უკვე რატოს უხდებითო. იმიტომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა პური, რომ განსაკუთრებით გაჭირვებულ ადამიანებში, ვისაც სოციოეკონომიკურად უჭირს, იმ ადამიანებში, ვისაც არ აქვს საშუალება იმის, რომ ხორცი იყიდოს, ლობიო იყიდოს, ყველი იყიდოს, ძირითადად არიან პურზე და პურზე რო არიან, პურზე და კარტოფილზე. და ორივე არის სახამებელი, ჩვეულებრივი, ორივეს მაღალი გლიკემიური ინდექსი აქვს და ორივე ასუკებს ძალიან ადვილად და ამიტომ არის, რომ ზოგადად დაბალ სოციოეკონომიკურ ფენებში უფრო მეტად არის სიმსუქნე განვითარებული, ვიდრე მაღალ სოციოეკონომიკურ ფენებში, რადგან იმ ადამიანების ცხოვრების წესი და კვების რეჟიმი ხშირად არის ასოცირებული პურთან. ხო, პური მსოფლიოში ძალიან ცნობილია ზუსტად მაგიტომ, რომ მასობრივად შეიძლება მისი წარმოება ადვილია, შედარებით იაფია და ხელმისაწვდომია ადამიანებისთვის და ნახშირწყლებია, რაც ადამიანებს ესე ჭირდებათ. მაგრამ მეორე მხარე ის აქვს, რა თქმა უნდა, რომ ასუქებს, მეორე მხარე ის აქვს, რომ ინსულინ რეზისტენტობას იწვევს და დიაბეტს ეხმარება, ან ორგანიზმს მოაწყობს ისე, რომ ჭამო მეტი, ორგანიზმს მოაწყობს ისე, რომ განვითარდეს ინსულინ რეზისტენტობა, იმიტომ რომ ერთხელ რომ მოიმატებს ინსულინი 2-ჯერ და 100-ჯერ, განსაკუთრებით თუ ადამიანი ფიზიკურად მოძრავი არ არის,
ასე ვითარდება ინსულინ რეზისტენტობა და ბოლოს დიაბეტი. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა პურზე, მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, გამოწერეთ, ან დააკომენტარეთ, ან გააშიარეთ. ნებისმიერი თქვენი აქტივობა მნიშვნელოვანია არხის განვითარებისთვის. თუ გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ გააკეთოთ დონაციები. ანგარიშის ნომრები მითითებული მაქვს აღწერაში, ვიდეოს აღწერაში და იქ შეგიძლიათ ნახოთ. თუ მაგალითად მოგწონთ არხი და გინდათ არხის ხელშეწყობა, მაგრამ არ გაქვთ საშუალება რომ დონაცია გააკეთოთ, უბრალოდ დალაიქება, უბრალოდ დაკომენტარება, უბრალოდ არხის გამოწერა, ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ რომ არხის განვითარებაში დაეხმაროთ. მადლობა რომ მისმენთ და მადლობა რომ გაინტერესებთ.